1960 წლის 17 დეკემბერს სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღეს არაოფიციალურ შეხვედრაზე ჩე გევარას 17 წლის გოგონა მიუახლოვდა და ის ისე უყურებდა ამ რევოლუციის ლიდერს, თითქოს სურდა რომ მისთვის რაღაცა ისეთი დიადი და საგმირო ჩაედინა და შეეწირა ყველაფერი საკუთარი თავის ჩათვლით რევოლუციისთვის. მიუახლოვდა გოგონას, ხელი-ხელზე მოკიდა და ამ დროს წარუდგინეს კიდეც, რომ ეს არის ლათინური ქვეყნების სპეციალისტი ოქროს გოგო, ესეთი სიტყვებით უთხრეს ჩე გევარას. ოქროს გოგო გაწითლდა, თავი დახარა, ჩე გევარამ დამშვიდების ნიშნად მას ხელი მოკიდა და მას შემდეგ მისთვის მთელი საღამო აღარც გაუშვია ეს ხელი, ისინი იმავე საღამოს საყვარლები გახდნენ. ეს იყო საბჭოთა კავშირის კგბ-ს მიერ მომზადებული სექს აგენტი ჰაიდე მარია ბუნკე, მეტსახელად ტანია. თამარა ბუენოს-აირესში დაიბადა. მამა ორთოდოქსი კომუნისტი ყავდა და თავადაც სკოლის ასაკიდან მოყოლებული მარქსიზმით იყო გატაცებული. სწორედ ამიტომაც წავიდა გერმანიაში უკეთ შესასწავლად მარქსიზმის. აღმოსავლეთ ბერლინში ჩასული თამარა პირველივე კურსზე გადაიბირა შტაზმა. გოგონა ისეთი მწარე კომუნისტი იყო, მალევე გადააბარეს საბჭოთა კგბ-ს, რომელიც უფრო კიდე რაღაც მაღალი დონის მომზადების კურსებს თავაზობდა მომავალ აგენტებს. ბუნკემ ფსევდონიმი მიიღო, ეს იყო ტანია და ის სპეცმომზადების კურსებზე ჩაწერეს, სადაც ასწავლიდნენ ხელნაწერის მიხედვით ადამიანის სუსტი და ძლიერი მხარეების მოძებნას, საიდუმლო მიმოწერას, გადაბირების ხერხებს, თავდაცვის ილეთებს და რაც მთავარია სექსს, როგორც ადამიანზე ზემოქმედების საშუალებას. დიახ, თამარა სექს აგენტების სიაში იყო და მას განსაკუთრებულად ამზადებდნენ სექსუალური შპიონაჟისთვის. კგბ-ს ძალიან საინტერესო სკოლა ჰქონდა აგენტებისთვის და ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ გადაბირებულ კანდიდატებს მათი ძლიერი მხარეების განვითარებაში ეხმარებოდნენ. მოჭადრაკე ჭადრაკის მიმართულებით უნდა ყოფილიყო მწერალი, ლიტერატურის სექსაჰოლიკი კი სექსის. არასწორი აზრი თითქოს კგბ-ს გადაბირებული ადამიანი მხოლოდ შპიონი ან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იყო, არასწორია, რადგან ამ კადრს ორგანიზაცია კარიერულ განვითარებაშიც ეხმარებოდა და დარგში შესაძლოა საუკეთესოსაც კი შეარჩევდნენ ხოლმე. საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მღვდელი, საუკეთესო მეცნიერი, საუკეთესო სპორტსმენი და ასე შემდეგ. თამარა კურსზე ყველაზე სექსუალური გოგო ყოფილა. 23 წლის ტანიამ 2 წლიანი მომზადების შემდეგ პირველი სერიოზული დავალება მიიღო. წელიწადნახევრის შემდეგ კუბასთან სავაჭრო შეთანხმების ორგანიზება იგეგმებოდა. ამ ვიზიტზე სავარაუდოდ ერნესტო უნდა ჩამოსულიყო და გოგონა სწორედ კუბელ ვარსკვლავს, ანუ ამ ცნობილ ლოველას მიუჩინეს. 18 დეკემბერს ტანიამ წერილობითი მოხსენება გააგზავნა კგბ-ში. თარიღი ესაა ცნობილი ყოველ შემთხვევაში, სადაც კუბელი რევოლუციონერის შესახებ ყველა დეტალს ყვებოდა. ინსტრუქციის მიხედვით ყველაზე ინტიმურ დეტალებსაც კი. ამას კგბ ადამიანების გადაბირებისთვის ფსიქოპორტრეტის შესაქმნელად იყენებდა. მაღალჩინოსნები ალბათ მიხვდნენ, რომ თამარა გულწრფელად აღფრთოვანებული იყო კუბელით და 1961 წელს ის არგენტინაში მიავლინეს ურთიერთობების გასაახლებლად. 1963 წლამდე ტანია რეგულარულად აგზავნიდა მოხსენებებს შინ კგბ-ში, კასტროსა და მისი მარჯვენა ხელის ურთიერთობებზე, კუბაზე, პოლიტიკაზე და ასე შემდეგ. სწორედ ბუნკესგან გაიგო საბჭოეთმა, რომ ერნესტო ბოლივიაში რევოლუციის მოსაწყობად მიემგზავრებოდა. შენ უნდა ჩაასწრო და მოემზადო, იყო ბრძანება და თამარაც ბოლივიის პრეზიდენტის პრეს ოფისში გადაბარგდა. მისი გამოგონილი სახელი იყო ლაურა ბაუერი. სწორედ ტანიამ გაუკეთა ყალბი დოკუმენტაცია ჩე გევარას, თითქოს ეს უკანასკნელი ამერიკელი სოციოლოგი რამონი იყო და ბოლივიაში კვლევებისთვის უნდა ჩასულიყო. ჩემ შიდა პოლიტიკური არეულობები წამოიწყო და მალე ის კგბ-სთვის არასასურველი ფიგურა გახდა, რადგან ლეგენდა გევარა უფრო საინტერესო იყო ვიდრე ერნესტო, რომელიც მალე ბოლივიას კუბის კონტროლს დაუქვემდებარებდა. ტანიამ ახალი დავალება ჩე გევარას დაბეზღება ბოლივიის ხელისუფლებაში მიიღო და ამის შემდეგ იყოფა ვერსიები ორად. პირველი ვერსიით თამარას მართლა შეუყვარდა ჩე გევარა, უარი თქვა საბჭოთა კავშირის დავალებაზე და ამბოხებულებს შეუერთა. როდესაც მდინარე რიო გრანდეს გადალახვისას დაიხრჩო, კისერზე ჩამოკიდებულმა ავტომატი ვეღარ
ავტომატი გამოედო მცურავ მორსო ესეთი ვერსია არსებობს, მის სიკვდილზე ცნობები ოფიციალურ პრესაშიც დაიბეჭდა მაშინ. ამბობდნენ, რომ ადგილობრივმა ქალებმა იპოვეს ცხედარი და სოფელში დამარხეს და იმასაც ამბობდნენ, რომ ის ფეხმძიმედ იყო. ჩე გევარა უარყოფდა ამ ვერსიას და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამბობდა, რომ ის არ დაიჯერებდა ამ ამბავს. მეორე ვერსიით ტანიამ გასცა ჩე გევარა და მისი გამოყვანა ქვეყნიდან გამოგონილი სიკვდილის ინსცენირებით მოხდა. ანუ იმისთვის, რომ გადაერჩინა ტანია, მისი სიკვდილის ინსცენირება მოიგონეს და ამით დაიცვეს ეს ქალი. მოკლედ ესეთი ვერსია. ამ ვერსიას თუ დაუჯერებთ, ბუნკემ სიცოცხლის ბოლო წლები მოსკოვში ერთოთახიან ბინაში გაატარა და ახალბედა გადაბირებულებს ლათინო-ამერიკულ ქვეყნებზე კონსულტაციებს აძლევდა. არის მესამე ვერსიაც, რომელიც ამბობს, რომ არავითარი კაგები არ ყოფილა, თამარა ბუნკე შემთხვევით აღმოჩნდა მიღებაზე, შემთხვევით გაიცნო ჩე გევარა, შეუყვარდა, წავიდა მის მოსაძებნად, იყო გულწრფელი თანამებრძოლი და ყველაფერი კაგების გამოგონილი ჭორია იმისთვის, რომ საკუთარი უძლეველობა კიდევ ერთხელ დაამტკიცოს. სხვათა შორის ბუნკეს დედამ თამარაზე დაწერილ წიგნში სწორედ ეს ვერსია განავითარა. არავინ იცის რა იყო სიმართლე, რეალური სიმართლე, იმიტომ რომ ამისი ასე ვთქვათ დაზუსტებული ვერსია არ არსებობს, თუმცა არსებობს თამარას მინაწერი ლექსი კარლ მარქსის წიგნზე, რომელიც ასე იკითხება. Will my name one day be forgotten and nothing of me remain on the earth? ეს არის თამარა ბუნკეს და ჩე გევარას ისტორიის უცნაური თავგადასავლის, კაგებეს, ხლართების და ბობუქარი 60-70-იანი წლების ამბები.